როგორც აღმოჩნდა, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით არა ერთ, არამედ ერთდროულად 2 რაკეტა ორეშნიკი გაუშვა, რაზეც მონიტორინგის არხებიც მიუთითებდნენ. მაგრამ საბოლოოდ ყველა საუბრობს მხოლოდ ერთი ორეშნიკის დათმის შედეგებზე კიევის ოლქში. და ეს შემთხვევითი არ არის. მეორე ორეშნიკის რაკეტა, რომელიც უკრაინის მიმართულებით 24 მაისის ღამეს გაუშვეს, კურსიდან გადავიდა და დარტყმა მიაყენა ოკუპირებულ დონეცკის ოლქის იმ ნაწილს, სადაც რუსული ჯარები არიან განლაგებული. ამ ინფორმაციას თავად რუსები ავრცელებენ. აქვე ექსპერტებით, რომლებმაც შეისწავლეს ორეშნიკების თავდასხმის ადგილი კიევის ოლქის ბილა ცერკვაში, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს რაკეტა ძალიან გადაფასებულია. ხოლო ზიანი, რომელსაც ის აყენებს, შედარებადია რამდენიმე გაუმჯობესებულ შაჰედის დრონთან. გიჟულად ჟღევს მესმის, მაგრამ თავადაც შოკში ვიყავი, როცა ექსპერტიზის შედეგები ვნახე. ასე რომ ამ გამოშვებაში ნამდვილად გვაქვს სალაპარაკო. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, თხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება, დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ და გამოიწეროთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. Puli მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოკლედ, ინტერნეტში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 24 მაისის ღამეს რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით არა ერთ, არამედ ერთდროულად 2 ორეშნიკის რაკეტა გაუშვეს. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ჯერჯერობით ოფიციალურად მხოლოდ ერთი გაშვება დაადასტურეს და ეს შემთხვევით არ არის. და სანამ დეტალებში გადავიდოდეთ, მინდა შევახსენო ყველას, ვინც 24 მაისის ღამეს თავდასხმას ადევნებდა თვალს და მიუთითო გარკვეულ ნიუანსებზე. გახსოვთ, როგორ განაცხადეს ყველა მონიტორინგის არხმა პირველი ორეშნიკის რაკეტის გაშვების შესახებ. ხოლო ნახევარი საათის შემდეგ განაცხადეს, რომ მეორე ორეშნიკის რაკეტაც იქნა გაშვებული იმავე პოლიგონიდან, კაპუსტინ იარიდან, ასტრახანის ოლქში, რუსეთის ფედერაციაში. მაშინ ბევრმა გაიკვირვა. თუ პირველი ორეშნიკის რაკეტის გაშვება დაფიქსირდა, მაგრამ ის არსად არ ჩაუმფრენილა და მის შემდეგ კიდევ ერთი რაკეტა გაუშვეს, მაშინ სად გაქრა პირველი რაკეტა? მაგრამ როგორც ჩანს, მონიტორინგის არხები მაინც არ შეცდნენ და პირველი რაკეტა მართლაც იქნა გაშვებული. გახსენებთ ქრონოლოგიას. მონიტორინგის არხების მონაცემებით, პირველი ორეშნიკის რაკეტის გაშვება კიევის დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე შეიძლებოდა მომხდარიყო. თუმცა თავდაპირველად მოხვედრის დადასტურება არ ყოფილა, ამიტომ ეს ინფორმაცია საეჭვოდ მიიჩნიეს და ყველამ ამაზე დუმილი არჩია. მეორე ორეშნიკის რაკეტა პირველი რაკეტიდან ნახევარი საათის შემდეგ იქნა გაშვებული. და თითქმის 2 დღე გადის და რუსები თავად იწყებენ ვიდეოების გამოქვეყნებას, სადაც ასახულია სწორედ იმ ორეშნიკის შეტევა. აი ეს ვიდეო. და სწორედ ამ ვიდეოზე ჩანს ის 6 ბლოკი ორეშნიკის რაკეტის ბოლვანკებით, რომლებიც შეტევაზე მიდიან. როგორც ჩანს, იგივე კადრებია, როგორც კიევის ოლქზე შეტევის კადრები. ზუსტად იგივე მოხვედრა. მაგრამ როცა OSINT ანალიტიკოსებმა დაიწყეს კადრების შედარება ადგილმდებარეობასთან, რათა გაეგოთ რა რაკურსიდან იყო ეს ვიდეო გადაღებული, სად იყო ეს, უცებ აშკარა გახდა, რომ ეს ვიდეო კიევიდან არ არის და არც კიევის ოლქიდან. ეს ვიდეო აღმოჩნდა, რომ იმავე ღამეს იყო გადაღებული დონეცკის ოლქში, თანაც სწორედ ამ ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორც აღმოჩნდა პირველი რაკეტის ორეშნიკის საბრძოლო ბლოკების გახსნის კადრებზე, აშკარად ჩანს დაუსრულებელი სავაჭრო ცენტრი როუს პარკი დონეცკში. ვიდეოდან ჩანს, რომ კამერა მიმართულია ჩრდილო-დასავლეთისკენ, ანუ ალდეუკის, კრამატორსკის, სლავიანსკის, იზიუმის, ვოლჩანსკის და შემდეგ ბელგოროდის მიმართულებით. ანუ კამერა რუსეთის მიმართულებით არის მობრუნებული. ამ ეტაპზე ზუსტად დადგენა სად მოხდა ჭურვი შეუძლებელია, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია, რადგან როგორც ჩანს, უკვე ზუსტად იდენტიფიცირებულია. და აშკარა გახდა, რომ პირველი რაკეტა, ორეშნიკი, უბრალოდ გზიდან გადაუხვია და დაარტყა ოკუპირებულ ტერიტორიას, სადაც სწორედ რუსული ჯარები არიან განლაგებული. მაგრამ ბევრად უფრო საინტერესო ინფორმაცია ორეშნიკის რაკეტაზე სამხედრო ექსპერტებმა გაამხილეს. მუსლიმი პროპაგანდის აღწერით, ორეშნიკის რაკეტას კინეტიკური საბრძოლო ნაწილით აქვს უზარმაზარი გამანადგურებელი ძალა და ვოლფრამის ხეროებით ანადგურებს მიწისქვეშა ობიექტებსა და ბუნკერებს. თუმცა ამ რაკეტის ამ ბლოკების უკვე მესამე ვარდნის ადგილის მიმოხილვა სულ სხვა რამეზე მიუთითებს. სპეციალისტები უკვე აქტიურად იკვლევენ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა ორეშნიკის ბლოკების მოხვედრის ადგილს ბელაია ცერკოვში 24 მაისის ღამეს. ამამდე კი უკვე იყო გამოკვლეული ბლოკების მოხვედრის ადგილები დნეპრში და ლვოვში. და აქ მთელი ამბავი იმაშია, რომ ორეშნიკის უკვე მესამე გამოყენების შემდეგ
უკვე თვითონ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმაც დაიწყეს ეჭვის შეტანა კრემლის პროპაგანდაში ამ იარაღის ანალოგების არარსებობის შესახებ. კი, თითქოს რაკეტა ბუნკერებს ხრեց, მაგრამ რუსებს უკვე უამბეს, რომ ბელაია ცერკოში თითქოს აეროდრომი დაარტყეს. კითხვა ისმის, რისთვის? და რა არის მიზანი სწორედ ორეშნიკით აეროდრომზე თავდასხმის? რისთვის? თუ მიზანი იყო ასაფრენი ბილიკის განადგურება, ამისთვის ხომ ბუნკერების ხრეტა საჭირო არ არის. აი ამიტომაც გაჩნდა ეჭვები. და რომ რუსები კიდევ უფრო მოატყუონ, პროპაგანდამ გამოიგონა ლეგენდა, თითქოს რაკეტას აქვს ზემაღალი შეღწევადობა და ამის გამო თითქოს რაღაც საიდუმო მიწისქვეშა თავშესაფრებს ანადგურებს. ამიტომ ზედაპირზე თითქმის არაფერია შესამჩნევი. ამიტომ ნუ დასვამთ კითხვებს, თითქოს ყველაფერი ასე იყო დაგეგმილი. და ეს სპეციალიზებული გამოცემა Defense Express წერს, რომ ერთი ბლოკი ორეშნიკის დარტყმის შედეგად ჩვეულებრივ ნიადაგში ორმოს დიამეტრი სულ რაღაც 3 მეტრამდე იყო. ხოლო სიღრმე 2 მეტრამდე. აი ეს არის შეღწევადობა. ორმოს ზომები საშუალებას გვაძლევს დაახლოებით შეაფასოთ დარტყმის ენერგია, რომელმაც მათი წარმოქმნა გამოიწვია. საუბარია დაახლოებით 220.400 მეგაჯოულის დიაპაზონზე. ასეთი ენერგია. შეჯახება დაახლოებით ტოლია 5295 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური აფეთქებისას. საერთო ჯამში ეს საკმაოდ კარგად გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ ასეთი დარტყმის შედეგები, რომელიც შეიცავს 36 ბლოკს და პირობითად ტოლია 36 შაჰედის გაძლიერებული საბრძოლო ნაწილით. თუმცა დაზიანების ხასიათი ორივე შემთხვევაში რა თქმა უნდა პრინციპულად განსხვავებულია, რადგან შაჰედის საბრძოლო ნაწილი ფუგასურ და ნამსხვრევით ეფექტს იძლევა, მაგრამ თავარი ისაა, რომ ეს ძალიან ძვირადღირებული რაკეტაა. ორეშნიკი უბრალოდ PR-ის პროექტი აღმოჩნდა. ანუ იგივე ან შესაძლოა კიდევ უფრო დამანგრეველი შედეგები შეიძლება მოყვეს 36 შაჰედის გაშვებას, ვიდრე მრავალმილიონიანი რაკეტა ორეშნიკის გამოყენებას. და განსხვავება იმაშია, რომ ერთ წელიწადში რუსეთში გეგმავენ ააწყონ მხოლოდ 5 ორეშნიკის რაკეტა ტემპით, ერთი რაკეტა ყოველ 2.5 თვეში, ხოლო 36 შაჰედის წარმოებისთვის რუსებს დაახლოებით 8 საათი სჭირდებათ. აი ეს არის მთელი არსი რუსეთის განცხადებების შესახებ თითქოს და სუპერიარაზე. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ახი და აწკაპუნით ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბმულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდით. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.